Robigo. Დღევანდელ დღეს რამდენადაც ბედნიერები ვართ, იმდენად თვალწრიემიანი და გულნარკენი. დღეს ისტორიული ფაქტის წინაშე ვდგავართ. სკოლას მიენიჭა ნანა ყაბაშიძის სახელი. სამწუხაროა, რომ ჩვენს გვერდით არ არის დაგვაწყდა საყვარელი ადამიანი, მაგრამ ჩვენი გულიდან არ წასულა. ჩვენ სულშია კვლავ იმ გზნობით ვიყვას და სამარადისო ასე იქნება. ადამიანები ქმნიან ისტორიას. ნანა ქალბატონი ნანა ყაბაშიძე არის დღევანდელი დღის ისტორია. იგი გამოირჩეოდა ბევრი კარგი თვისებებით, მთელი არსით იყო პედაგოგი, კარგი ორგანიზატორი, ღირსეული ადამიანი, ყველასათვის მოამაგეთა ზრუნველი, თითოეულის სულში ჩამწვდო, მტკიცე, პრინციპული, უშიშარი, უამრავი სიგელი და დიპლომი აქვს მიღებული, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, მაგრამ ყველაზე დიდი ჯილდო ადამიანისათვის ხალხის სიყვარული თუ ათეული წლის მან მას ვიცნობდი როგორც სკოლის დირექტორს, მაოცებდა მისი თავდადება საქმისადმი. იწყებოდა წარმატებებისაკენ, ყოველთვის გამოირჩეოდა მისი სკოლა და მოსწავლეები. შემოწმდი მას და ვოცნებობდი ასეთი დირექტორი მყოლოდა. ოცნება რეალობად იქცა. მერწმუნდეთ ნახე ადამიანი, რომელმაც საოცარი გარემო შეგვიქმნა. თითქმის ნულიდან დაიწყო საქმიანობა. დაამშვენა, აღორძინა, წარმატება და აღიარება მოუტანა სკოლას. ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ. არაფრისგან ქმნიდა ხელოვნების ნიმუშებს. ისეთ რამეს მოიფიქრებდა, რომ ყველას გვიკვირდა ეს როგორ უნდა განახორციელოს, მაგრამ გაუკეთებელს არაფერს ტოვებდა. ღია ცისფერს შემოდგომის დარიან ამინჩი. კონცერტს მართავდი და ასე შოყორად უყოლავდა გზას მომავალ თაობას. წამდა რომ მათზე გაწეული ამაგი და ზრუნვა სასიკეთო შედეგს გამოიღებდა. დღეს რომ ყველა უკრებლი ყველა აქ ბრძანდებით, ეს ქალბატონ ნანას ჯერ კიდევ ზაფხულში ქონდა ჩაფიქრებული და ეს ღონისძიება გამგებლისადმი მადლიერების გამოსახატებლად უნდა გაეკეთებინა. ორიოდე სიტყვით მინდა მოწვეულ სტუმრებს უთხრა იმის შესახებ, თუ რაოდენ დიდი სამუშაო გაწია რაიონის ხელმძღვანელობა. სკოლაში გაკეთდა კაპიტალური რემონტი, ცენტრალური გათბობა, სკოლა დაათმოყოფილეს ახალი ინვენტარი. გამგებელმა დაპირებული პირობა შეასრულა და შეგვიძინა როიალი. სამწუხაროდ სტიქიამში. სიტყვას შემოვიდა, რომ კიდე რადგან აქ არ არის ის მომწანდება იმ სიტყვას შემდეგ ვიტყვი. სამწუხაროდ სტიქიამ შემოგვიტია, არ დაგვინდო შენობას მთლიანად გადახარდა სახურავი. გადაუღვებელი წვიმის გამო შენობა პარალიზებული გახდა. აქაც ხელმძღვანელობა არ დააყონა და სულ მოკლე ხანში შეაკეთეს სახურავი, დაზიანებული ოთახი და სასწავლო პროცესიც მალევე აღდგა. ჩემი კოლეგების სახით უღრმეს მადლობას მოგახსენებ მობრძანებისთვის. Sheshe
ვიზიარებთ ამ ამაღლებულ განწყობას, ბედნიერებას. წავალ არშივდები კადრებს ძალიან მიჭირს. ჩემთვის რამდენადაც საპატიოა სკოლის ხელმძღვანელის სახელი, იმდენად დიდი პასუხისმგებლობაცაა. უდიდესი მოვალეობის მისია მაგისტრს უდიდეს მოვალეობას. ამ კედლებში, იმ კაბინეტში ჯერ კიდევ ლეგენდად ქცეული ქალბატონი მოღვაწეობდა. ხანდახან მოგონებები ერთად იყრიან თავს და მახსენდება ბავშვობის წლების, სტუდენტური ხანა, პედაგოგიური მოღვაწეობის დაწყება. ყველა წარმატება, გამარჯვება, სირთულე, ეს ყველაფერი ქალბატონ ნანა ღამბაშიძეს უკავშირდება. ის მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე გახდათ ჩემი კეთილი-ფერია, რომელიც ჯადოს ფეხებს მიმაგრებდა და თითქოს ოცნებით მაღლაცაში აღკვნის საშუალებას მას. არც სტუდენტური წლები გამოტარებია მისი ყურადღების მიერ. სწავლობდი მედია ფანიაშვილის სახელობის სამუსიკო პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც ჩემი სპეციალობის პედაგოგი კვლავ ნანა ღამბაშიძე გახდათ. როგორ მიხარობდა, მიამაყებოდა მისი მსმენელობა, მეგობრთა შორის ვამაყობდი. ისინი თითქოს და კეთილი შურითაც მიცქერდნენ, რადგანაც მათაც უნდოდათ ასეთი მაღალი ავტორიტეტის მქონე პედაგოგის შეგვიდები ყოფილიყო. გავიდა წლები. პედაგოგიური კურთხევა აქ ამ სკოლაში კვლავ ნანა ღამბაშიძისაგან მივიღე. შემოქმედების წვაში გასული პერიოდი მაკავშირებს საბატონო ნანასთან. დღეს მის კაბინეტში ყოფნა ძალიან მიჭირს. ყველაფერი მის თავს მოგონებს. ხანდახან შემლებიც კი მოიდინება ხოლმე თვალთაგან. მამაღალ ნათქვამში მივგავიგეთ, მივამიქეთ. სულ შემართებული ვარ ჩემ თავს, სულ ვაკონტროლებ, არაფერი შემიშალოს. ხანდახან კიდევ ვგრძნობ მის შემდგენდით ყოფნას და მეც ვეჩურჩულები, თითქოს ბატაკსაც კი ვაბარებ ჩემი ყოველდღიური საქმიანობით. მე ვეცდები თუ ყოველდღე მისნაირად ვერ შევწერი თავდადებას და ძალისხმევას მაინც არსად არ გამიწერი, თუ არა მე არ შემიძლია უბრალოდ მოვკვდავს, თუ არა უფალ შევავედრო მისი თავი მიცბარებოდეთ. არა სკოლის თავკაცი, არამედ როგორც პედაგოგი. ჩემმა მეგობარმა სოფოთყე მანაძე მახსენა სხვადასხვა კონკურსები და მისი მოსწავლეები მაღალი შეფასებით ბრუნდებოდნენ. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ. მისი ბოლო ორი მოსწავლე ასე ვიტყოდი ჩვენ სკოლის. ჩვენში შვილი ზოია და ქართველი შვილი თეკლა. მოიგონებენ თავის პედაგოგს.
ცხოველები ამწყობს თუ არა სიცოცხლის გაგრძელება. მეგაზუსტუმრებო, როგორც ვიცით ყველამ, ჩვენთან არის ქალბატონი ნანას ქალიშვილი მაია, რომელსაც უნდა თავისი დედის საპატიო საცემოდ ამ მოსწავლეებს რაღაცა პატარა საჩუქარი გაუკეთოს. როგორც ვიცი, უნდა დედის სონის აბი რადგან ჩვენ სკოლას ქალბატონი ნანის სახელი ვიაუღო ჩვენ სკოლას. უნდა რომ ყოველწელს გამორჩეო საუკეთესობა თავისი დედის ნანა გამბაშიძის საფრთხების პრიზი გადასცეს. ისეთი სიტყვებით ქათავნა მინძიმს რომ მოგმართოთ სიტყვით ჩაკეთებული უმეტესი მადლობა პირველ რიგში ყველას მოგზაურებისთვის ვინც აქ ახართ თითოეული თქვენგანი მე ვიცი რომ როგორი სიყვარულით და როგორი სინანულით სავსებულით ხართ აქ მოსული და უმეტესი მადლობა ამისთვის და მინდა პატარა ბოლო მოსწავლეები ამ სკოლის დედაჩემი დავაჯილდო პატარა საჩუქრები და ტრადიციის სახე მიეცეს მინდა ამ ყველაფერს ყოველ წელს სტიმული იყოს ბავშვებისთვის თითო წარჩინებული ბავშვი დაჯილდოვდება ნანი გამარჯვების სახელობის მინდა გავაკეთო აქცენტი უკვე ზრდასრულ ჩამოყალიბებულ ზადაკაკულ ქალბატონი ნანის მოსწავლეზე რომელიც საზოგადოებამ უკვე დიდი ხანია შეიყვარა და აღიარა მისი პირველი წარმატებული ნაბიჯების მომსწრე კოლეგა მეგობარი მაესტრო გიორგი შუბითიძე თავის შეგირდებთან ერთად
გამგებელს დიდ აღნებს მოუწყვეტ. ეს ამას იმსახურებს. მადლობის ნიშნად თავს დავუხრი და ვეთქვი, ყველა დროის საუკეთესო გამგებლად გაღიარეთ. ეს ხალბატონი ნანა სიტყვებია, რომელიც თქვენ გეგებთ. ნანა იცოდა თქვენი ფასი. ნანა იცოდა რომ თქვენ თუ დღეს როიალზე მიეხმარებული თუ თქვენ ლამაშენობას დაახდებით, ეს არ იყო თქვენი გაკეთებული საქმე. თქვენ აკეთებდით ქართულ საქმეს, რომ აქ ბავშვები ესთეტიკურ სიამოვნებას მიიღებენ, იმ გერებს რომ მოусმენენ, ისინი დანას არ აიღებენ და არ ჩასცემენ არავის მახვილს. აი ამისათვის მე ნანას მაგილა იმის ბევრი სწორჩენებს ახლა თქვენ ვერ მოგწე, იმიტომ რომ მისთვის შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ. თქვენ იყავით იმისთვის, როგორ გითხრათ, ანთებული ლამპა სიკეთის და თქვენთან ის მოდიოდა არა როგორი გამგებელთან, არა რაღაციო, რომ რაღაცა არ მჭირდებოდეს და ისე მივიდნენ. ეს თქვენ გეგუძნით. თქვენ აქ იქნებით თუ სადღაც იქ სკამზე, ეს თქვენი ადამიანობა, რომლითაც დავიბადეთ და ქვეყანაზე ადამიანი მოვიდა დედამიწაზე ადამიანად და არ მოვიდა თავის თანამდებობებით. თქვენ იქნებით ყველგან ადამიანი შემოკარგო. ისურვებთ ყველანაირ დაგვიდგინა ყველა კეთილის საქმის გამოწყებას აქ თავისი გვიგვინი, თავისი წინარი, თავისი დასაშვები და თქვენ გელოდებათ, არ ვიცი რა გელოდებათ, წინასწარ მიწვდი მაგრამ ჩემი სიტყვები არ მწონს. ას ვანგავარ, ას უზრდამოსი, ას ათექილება და ახდება ხოლმე. დიდი მადლობა ეს ხერხი. რაფარებული სიტყვები მომიხმარო. ჩემთვის დღეს ძალიან სასიხარულოა და ძალიან სევდიანი ცნობილარი შემადგენელი გამოსვლა. იმიტომ რომ მე დამოკარგი ადამიანი, რომელზეც ხმამაღლა შეიძლება ძალიან ამახად თქვა, ის იყო პირველად ადამიანი. მე ის როგორც ცოცხალი ისე გავიხსენო და მართალია გამიხსენებ როგორც ცოცხალზე. იმიტომ რომ ამ ლექსში ჩანს ის არსი მისი ბუნებისა, როგორც გახდათ ჩემი ნანა. მოგონებათა მორევში გადავიშვი. ალბათ მომენადა რა ბავშვობა ჩვენი ნანა თქვი მართლა ზღაპროვი, ალავი წლებით ბევრი დღემის ფილმი გიხდებოდა საცნოს სახეზე. ანკარას განოსარის წმინდა მიხმოს შეთანხმდა ჩვენი წარსული ბავშვობის გაბრუნება მინდა. არ შეცვლილ ხარ, ისე სუფთა ხარ. შურია ჩაისახეს შუში, ისე იღვაწე, ისე აღზევდი. სარვია გაიწვედა შუში. ეს სიმართლეა, ფიციაში შევდება. სიყალბე ვერ გისწორებს თვალს, ამ თვისებები თაყვანს მოაგებენ ჭკვიანთა ამახკას. ნეცმია მახები, რადგან შემადაგცლი, გესმის შემიდგურის სგერა, ჩემი ტკივილის, ჩემი გამცდების, ეტების გარეშე ჯერა. უფალმა, ორივესთვის სწავლობა გაიმედა, მოგმარლა ერთგულების ნიჭი და რა ფასი აქვს სუფრის საჩუქარს, ორივე გარდაჭრით. Nana, მე როგორც ცოცხალს ისე მოგმართა და მინდა განსწრეს საზოგადოებას, იმიტომ რომ პირველ ხომ არ იცი ქვეშენიცი მოხვედი. ეს ფრაზა ვიბერსეკოჩენ ბავშვიდან მოდივართ, დიახ ბავშვიდან მოდივართ, მაგრამ მოდივართ ზოგი სხვადასხვა განისწრული ბიოგრაფიით, ზოგი ამით, ზოგი იმით. შენ სულ განათლებული ბავშვობა ყო, არა, წინაღობები ბარიერები ბევრი ჰქონდა, მაგრამ შენ მას უმკლავდებოდი, იმიტომ რომ რაღაცა შინაგანი მუხტი ჰქონდა. შენში იყო არა შემოქმედის ნაბეჭდავი, არამედ მთელი გიზგიზა, კოცონი იყო ყოველთვის შენში. და იყავი პატარა დეკლამატორი გამორჩეული სკოლაში, იყავი ვოკალური ტრიოს წევრი, იყავი გუნდის სოლისტი. რამდენი რამე თქვენ შენი სახელოვანი ბავშვობას. მე გაიზარდა, მე სტუდენტი გახდი, მე კონცერტები, კონკურსები, პედაგოგი არაჩვეულებრივი, ამდენი ლაურეატის ამხდელი და ყველაზე მთავარი იყო შენში გამორჩეულად აღჩენი კოლეგები დამეთანხმებიან, რომ იყო რაღაც საოცარი სიკალობა, რაღაცა საოცარი გერის შეგრძნება და მე რუსეთში
არავინ არ გაღიარებს ხათრის გულისთვის და იმისი შვილია, ამისი შვილია, ესეთი ჩამოვიდა ფულიანი ჩემოდით, არა ბატონო. იქ გაღიარებენ შენი ნიჭის, შენი პოტენციალის მიხედვით და მე მინდა გავაჟღერო წერილი, რომელიც პროფესორმა მოსწერა ნანას პრობლემს. Многоуважаемый Русудан Амбросовна и Кукурия Александрович, поздравляю вас с наступающим Новым годом. Желаю вам всего наилучшего, крепкого здоровья, счастья в семейной жизни. Спасибо за приглашение. Жаль, что не смогу приехать, хотя мечтаю увидеть удивительную Грузию, посмотреть исторические достопримечательности, сказочные пейзажи, послушать уникальные в мире народные песни. Дорогой Кукури, вспоминаю ваши визиты в Акиторе. В лице вас я увидел не только внимательного отца моей любимой студентки Наны. Я почувствовала, как любви обвили грузины. Спасибо вам. Слушая вас, я хочу в Грузию. Как только кончу курс лечения, я первым же рейсом прилечу к вам. Я знаю, что с ним попаду, я знаю, что от этой поездки я вернусь под очень сильным впечатлением, так как чувствую, что попаду в теплую, внимательную, дружескую атмосферу. Спасибо вам, дорогие родители, за воспитание такой дочери. Нана яркая индивидуальность, интересная, глубокая личность. Она на редкость музыкальна, ведь она родилась в Грузии и впитала лучшие традиции грузинской музыкальной культуры. Она прочно стоит на грузинских корнях, но глубоко росла в родную почву. Я горжусь ею. Такая студентка делает честь своей страны. Спасибо грузинским коллегам, которые развили в нами начальные пианистические навыки фортепианной игры. Ее исполнение на экзаменах всегда оценивается высшей оценкой. Желаю Нане удачи и творческих успехов. Еще раз огромное спасибо за радость быть у вас в гостях, за радость встречи с вами. Равалжамия, славная семья Рабачидзе, с неизменным уважением и любовью, Игорь Владимирович Русаков, профессор консерватории. იმის მერე იყო თანიაშვილის სახელობის სკოლის მოღვაწეობა, ინსტიტუტში მოღვაწეობა. იმის მერე იყო მისი კონკურსებზე მისი მოსწავლეების გამოჩენილი, თავის გამოჩენა იყო, თავის თავად იყო მისი ხერხი, მისი ნამოღვაწე. ის იყო დიდოსტატი თავის საქმეზე და პატარა შეგირდების წარმატებას არ ახმოვანებდა. და მაინც ვფიქრობდით, სად შეიფერხა კალმა, სად შეეშალა რამე, სად არ იყო ისეთი ძლიერი. ყველგან და ყველაფერს. აი ეხლა უკვე გადასახადე და ხო გოჟმათ ჩვენს. ჩემონა იცი ლაქციებს. და შენ სიკეთის ხოსამალი არ ქონდა. შენ სიკეთეს არ ქონდა. რაღაცა წევტიგი, სადაც მიხვიდოდი და იმის იქით არ შეიძლება. სიკეთეში ვერაფერი გადაგარდა. და შენი სიკეთე ქველმოქმედება გრძელდება, ამის დასტური იყო ის დღევანდელი ჩემი მაიკოს გამოსვლა და თქმა რომ წარჩინებული მოსწავლეები ყოველ წელს ნანას პრიზით დაჯილდოვებიან. ესეც ნანას გამოდის. ნანა მადლობთ შემონა. შენი სული ჩვენთან არის, აქ ჩვენთან არის. ჩვენ გვიყვარხარ, ყველას გვიყვარხარ. ეს სუფთა, ისეთივე სუფთა, როგორც შენი ყავეუცილო პირველი წოლილი თუ ვიწო თეთრი წოლილი. ჩემაია, შენ კიდევ ხარ გარანტი სიმშვიდისა აკაცანტი. იმ სიმშვიდისა იმ კეთილი საქმის, რასაც ქვია, ასეთი დიდი მეუღლის ზოგადად. იმიტომ რომ ისინი ხო მუსიკის ჯადოსნური ფრთებით და ფენარი და ეს ჯადოსნური ფრთები ბრუტებას ვერ გაუძლევენ. ამიტომ არიან დიდი ბავშვები ესენი.
საოცრად დიდი ბავშვები არიან და ამ ბავშვებს მართლა აფერო შევქავებას. ეხლა მე მინდა მაიკელზე ლექსი წავიკითხო და კრეხელობაში არ ჩამითვალოთ ეს ლექსები და რა პროცესი კრეხელობას აკეთებდი. მე ვარ იმ ქალაქიდან, სადაც მარტო ნასოფლებს კი არ აფრიალებენ, როგორც ჯავახიშვილის ტელევიზია და ესა. მე ვარ იმ ქალაქიდან, რომელ ქალაქსაც შეარქვეს პოეზიის მექა. დიახ, ეს არის პოეზიის მექა. ჩვენ 8 წლის ასაკში ყავდა გენიოსი ეკა ბაქრაძე. ეხლა ცოცხალია და ახალ წვრითა ლამაზი, მაგრამ ის იყო გენიოსი 8 წლის ასაკში. და მახსოვს ახალგაზრდა კომუნისტში დაიბეჭდა სტატია, აქეთ ეწერა შანიძე 100 წლის, ეკა ბაქრაძე 8 წლის. ეს იყო საოცრება, მართლა საოცრება იყო. და ხაშურს ყავს პოეტები, ისერა პოეტებს ვერ დაარქვია მათ. ესენი არიან ტიტულოვანიც, აღიარებულიც და მათ გვერდით მე როგორ შეიძლება ვიკადრო პოეზიაზე ლაპარაკი, არა პოეზიაზე ლაპარაკებ, მაგრამ ჩემ ლექსებზე. მაგრამ ჩემ ლექსებში არის ერთი რამ, არ არის დაუგოვლი რითმა, იმიტომ მუსიკალური პოლიმარხი, ცოტა რაღაცა ლამაზ სიტყვას მივაგროვებ და რაც თავარია ვეფერები ადამიანებს. ხანდახან ვეფერები იმდენად, რომ მოსულდა ვთქვი, ჩვენ აღმისახურებთ ამ უყარებას, მაგრამ იმდენად შეგვარცხინეთ, რომ ჩვენ ვესწრებით, რომ უფრო კარგები ვიყოთ. ეს უპირატესობის საქმეა. და აი ჩემი შეფასება და ჩემ თავზე წარმოვიდა ერთ პატარა ლექსი ვიტყვი, ჩემი არ არის გალაქტიონის ნაფეხურებზე მარტირო მარტოს თავქარიანი ცოტა არ იყოს უხერხულია ლექსი შეეჭიდო ადამიანს. ამიტომაც მე არ ვეჭიდები ლექსებს. შედევრებს არ ვქნი, მაგრამ თქვენ მოსაფერებლად მიგულეთ თქვენ გვერდით ყოველთვის. დიდი მადლობა. უსხო ქვეყნების იმონებ სცენებს, უსხო ქვეყნების იმონებ სცენებს, შენი სიმღერით კვლავ გაგაგრძელო, უფლის სამფერად გულში გიქცია, უფლის სამფერი და საქართველო. მე მინდა მივხვდით ალბათ ადრესები არის ამ სიტყვის და მე მინდა თქვა სიამოვნებით, რომ ამას გავუსვავ ყველგან ხარს მე. როდესაც დიდი ვერდის სამშობლო მუსიკაში ჩატარდა დიდი კონკურსი და იქ გიამ გაიმარჯვა და აიღო გრან-პრი, იქ სადაც უბრალო მექინიბე იტალიასაც ვერ მოატყუე. კინცისკი გამოგისვრია, ყველით აგიკალებდა და გამოგიჩებდა და ის უმეტესობას კარიერას იყო იქ ეს რაკია თავმჯდომარე და მისი ამონარიდები აგერამ აქვს. ნუ როგორი აღიარება, როგორ გთხოვა ერთ-ერთმა რეჟისორმა დირიჟორმა, რომ ვაიმე გამოდივა და მომეხმარო გამომაგრო იმის მაგივრად, რომ პირად. მე კიდევაც ჩვენ ისტორიები კარგად ვიცით და საოპერიტანის ისტორიები და ვიცით, რომ ბარიტონები, დიდი ბარიტონები ყოფილან, მაგრამ ჩვეულებრივი სცენაზე პატარა რაღაცით შესულა. სცენის ასე ვთქვათ, მწვერი გადაუყრაპიათ. პატარა სიმღერა უმღერეთ, პატარა უმნიშვნელო არია უმღერეთ და მე შეუსწრებიათ დიდი რიგოლეტო და შენ მაშინე კარიერას რიგოლეტო. და როდესაც გრან-პრი, აი ამას უშუალოდ ხას და ვამაყო, როდესაც გრან-პრი გამოაცხადა და შენი გვარდასახელი და გაყვდი და ახლა ერთი ტაში და მუსიკები იქ შენ ასეთ სიტყვა თქვი. მე არ გეგონათ ამერიკის შტატ ჯორჯიიდან ვარ. მე ვარ კავკასიის ქედების იქით, სადაც ჩემი სამშობლოა და საქართველო ქვია. და იქ მსოფლიოში უნიკალური სიმღერას ვღერიან 5 ხმაში. აი აქ უკვე აღდგა დიდი ამბავი, მინისტრს ელაპარაკებოდა და ეს იყო ქართული ნიკის ქართული ნიკის ზეიმი. ეს იყო ქართული, არა გია გაბიძის, რა თქმა უნდა გია გაბიძის, მაგრამ იმ წუთში ჩვენ საზღვარგარეთ გავდიოდეთ ძველად და ვინ იყავდნენ ჩვეულებრივი აქ, მაგრამ უფრო მეტად კარგად იცოდი, რომ ჩემი სახით ვიღაცამ დაინახოს ქართველი და როდესაც ასეთი ვარსკვლავი
აღიარეს და ის გამოდის ის ზოგიერთი ამას არ იფიქრება ჩემო კარგო არ იფიქრება აფერონ შემშობლებს თქვენ გის და გენს რომ მისი მათი გენის გამონაკლისი რო ხარ დიდი პატრიოტები არიან და ესე გაგზავნეს ჩემო კარგო რა ვიცი რა ის 1000 ბარიტონის არა ბარიტონის პარტიები შეგასრულეს კიდე დოკანი ეგრაკი ბატონოში ასრულე ახლა ჯამბაზებში თორიოში ასრულე და თუ კი რაიმე პარტია და ცნობილია ის ისინი იქნება და შემიძლია და მე კიდე ერთი ცოტა წავიტრაბახებ რა დია გამიგზელდა მაგრამ უნდა წავიტრაბახო და დამეთანხმე იმიტომ რომ მე მიხარია მე პატარა ბავშვია ასე კი არა ხოდა როდესაც ახალი ხარგული იყო ჩემო კარგო თბილისის ოპერის თეატრში რომ დაიწყო ქალბატონო მარინა მოღვაწეობა გიორგი აქ მქონდა საკუთარი ტელევიზია მქონდა ხარგულებში და მე მქონდა განაცემა ქალბატონები და ბატონები და ბატონები და ნანა გამასწორდა და მოიყვანა პატარა ბიჭი ჯერ ხა არ გავშორდა და მაშინ ძალიან სუფთა კრიალად თვალებით რო იყურებოდა და დროინი ხება გავოცდი და ბოლოს წაშვის უთხარი დავაწერე კენგურის ვაჩუქე და უკან დავაწერე ჩემო გია და იქნებ სოფლის გია ასეც იქნება შენ ყველა ისეოს თეატრი ლასკალას თეატრი მეტროპოლიტენის თეატრი ფართოდ გაგიგებდა კრებენ კარებს და იქნები ნომერ პირველი მომღერალი მაშინ ჯერ კიდე ახლა არ ვიცოდი როგორ ჩამოყალიბებოდა ტენორად ბარიტონად ხო მაგრამ ხო ახდა ამან გაზომეს ფედერაციის ანამდე თქვენ გიყვარვა და დიდი მადლობა კეთილის პრობლემებსაც ახდა ისევე არის ყველაფერი კარგად იქნება ჩემო კარგო და მიყვარხარ მიამაყები და მიხარია ამაყობს რომ მე ორვასწორს უყარავ და ყველა მარსის ალბათ ხარჯელია ერთადერთი მისი ვარსკვლავი არის გახსნილი საფი დიდი დათვის თანავარსკვლავებში ეს არის ვლადიმერ ბარბაქაძე ხარჯელზე ეხლა მოღვაწეობს ამერიკაში იქაც დათხოვილი ლაბორატორია და იმანაც დიდი მოკითხვა იმიტომ რომ ინგლისში იყო და ვერ დაესწრო შენ იმაზე იმათქვა რომ მე თუ იქ ვიქრები იქ დაბლი დავიყვირო მე ქართველი ვარ გია თანა ვარ მაგრამ მისი ჯერი ლაბორატორია მეცნიერების შეკრებილი იყო და გიკრავდა შეტაკს. დიდი მადლობა. ქალბატონო ნანა კაჩიშვილაძე ყველაფერი ისე ლამაზად ჩამოაყალიბა რომ ალბათ ვერაფერს დავამატებ. იმის გარდა რომ დღეს შეკრებაზე დღეს აქ შევიკრიბეთ მიზეზიც არის რა თქმა უნდა ის რომ ვარსკვლავი გაიხსნა, ქალბატონის სახელი მინიჭა, ეს ყველაფერი არის ჩვენი გამგებლის დამსახურება, მადლობას ვუხდით და კიდევ მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა გულისწყდით ის, რომ ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ის განცდა, რომ ნანა აღარ ყავს, რა თქმა უნდა ეს პირდაპირ მინდა ვთქვა. ვერაფერით ვერ დავეხმარეთ, იმიტომ რომ ყველაფერი ვიყურეთ, მართლა ყველაფერი ეთყობა ვეღარ მოვასწარით, ამ ყველაფრის გაკეთება ისე გამოიქავდა ეს ავადმყოფობა რა და რა ვიცი იმის სულიერი ტრიალებს იყურება ზემოდან და ალბათ რა ვიცი ალბათ ლოცავს იმ საქმის გაკეთებას რომელიც მას საქართველოსთვის აი პატარა კუთხისთვის ყველა ესეთი ესე რომ ვთქვა როგორც ნანი ღამბაშიძემ თავის ქვეყანას გაუკეთა თავის ასე ვთქვათ ხალხთან ერთად შეგნებულ ხალხთან ერთად თქვენთან ერთად და ასევე ჩვენ გამგებელთან ერთად რომელსაც მხარში დგომა ჰქონდა ნამდვილი და მეუბნეოდა კიდევაც ეს მაშინ ჩვენ ძალიან სწრაფად წავავწინ იმიტომ რომ რეგიონებიდან იწყება ყველაფრის განვითარება ჩემი აზრით რეგიონებიდან იწყება ის დიდი ქართული საქმე რომელიც უნდა აღორძინდეს საბოლოოდ რა გაგიბაჯოთ ღერთმა დაგლოცოთ დიდი მადლობა და გაიხარეთ მე შემოთავაზე დაისის ეს დიდი ხანი არ მივერია ცოტა ყველა მართლა უნდა იმიტომ რომ ეს არის ოპერა დაისიდან კიაზუს არია რომელსაც გვესულობოროტებ რომელიც შეესაბამება საღამოს და
მუსიკალური ვოკალური ფაკულტეტის კონცერტმეისტერი მარინა მეტრეველი. Сейчас критиколи თვალით უყურებ ხოლმე ყოველში პირველ გასულებს იცი დიდი მადლობა ყველაფერს მიწიერი ანგელოზი ღმერთი მაპატიებს ამ შედარებას სული გაქვს პირველი თეორიული თუბიცო დიდსა თუ პატარას ჩაუყურჩუქნი ნეტარებას სული ბავშვობიდან შეგვიჭა მოკამკამ გუში აგიჟღერდა ათასის სიმი მადლიან მარჯვენით სიკეთეს თესავ უკუნეს სანათებ კაშკაშას ხივი და შენ სიკეთის ზღვა ხარ უნაპირო ორფეოს მეუღლის საიმედო საყრდენი დედა დედაბუცი წრფელი და წმინდა ტაძარში დამცებული უქრობის სამთელი შენ მათი ჩუმის სუნთქაც კი გესმის ძინარ სათუთხელით პირგას უსახავ ღმერთში ავადრებ მათ ჟამგრძელობას უფას სამადლობას უძღვნი უთვალავს დროის საათი ბევრს ითვლის სამებს მერე ჩამოხლავს დიდებლის ზარი შესკერიაზე ვარსკვლავთა სვენას შეეგებები ღირსებით ქალ მე ადრე წერდი მასე რომ თუ მას დათოს დაუძახებ არ მოგხედავს განა იმიტომ რომ ცუდად აღზრდილია და არ იცის რომ უბრალოდ არა მან იცის რომ დიდი დავით აღმაშენებელი სახელი ქვია და მას უნდა თუ დაარქვეს დავითს უნდა დაუძახო დავით ხვარცია დათო ხო ჩემი პატარა მეგობარია დავით გაგნიძეს ნეტავენ იქნები რა გზებით ივლი ნეტავენ იქნები რა გზებით ივლი წერვათან რა გზით როგორ გაუძლებ დროის გამოცდას ვიდრე მიაღწევდნენ ისამს ნოსტრადამუსი არ ვარ აცვაგა არც მნიშვნელობას არ შემოც მაგრამ ეს გეტყვი პატარა ბიჭოს უაღონებით მზეო სულიერებს გვიმქალ ოცნებობ ნატრობ შევხვდები რომ გახდე რომ მოედაზე აქნო კლასი პელეს ყიფიანს გავდე ხან საკრავებს დააგერო სიმი აკნესო თითით ყველა სურვილი ყველა ოცნება აგისრულდება ვიცი დინჯო ჭკვიანი პატარა ბრძენო სულს რო გიხილო ელჩად და საქართველოს აღიარება დავლოცოთ შენთან ერთად ის იქნება აუცილებლად წარმომადგენელი წელში თუ არა წარმომადგენელი თავისი საქართველოს ეს ასე იქნება მარი კამით ნახატო თვალებით ნაკვთებზე ზედაკ თამაშებს ნაძერს ნაკვთებზე ზედაკ თამაშებს ყველას მიწიერ ხატებად ყავხარ უკრავდა მღერი კითხვის ოსტატი ვერ შეგედრება ლექსების თქმაში ხანი ადონის ხით მოგუღუნებ ხან ნაკადული რაკრაკებს თქმაში ვისარა ბაზა ვახსა თუ მოხუც გარდასახვახონ შენი ყობია დიდარ მიმიკით მოგდინ მანერე დიდ როლს მოირგებ ასე მგონია მალე ბავშვობა გაგიფრინდება ყმაწვი ქალობის გეწოვა ხანა და დაიწყება როლების ჩვენა მარია სტიუარტ თუ ლედი ანა კლეოპატრა თუ ბაიადერა ნეფერტიტი თუ ქეთევა ნინო ყველა ეპოქის ხალხი თამაშებს აღნიშ მოგიწყოს თეატრის კინოს სილამაზით და ნიკიერებით წამს დაამშვენებს სცენას და ეკრანს და ხელოვნების დიდი მეტრები შეგადარებენ დიდ სარა ბერნარდს მერე ვიწროვა თვით ჰოლივუდში ფესტივალები კანში ბერლინში და ვენეციის ვერცხლის პალმის თო არა იცინო აბა შენიცი შენ წარმატებას დაველოდები შენ საქართველო გელის იცოდე შენი მამიკოს ყალდაყალია ჩვენ კი ტაძარში ჩვენთვის ვიოცებ ასეც იქნება ასეც
მე გამიმართოთ ცხოვრებაში, რომ ჩემი უფროსი კოლეგები რაღაცა მიცნობს მეგობრად მინდეს იგივე. არის სიმსადეგნება, საბაზეგნება ვთქვი. ნუ რა ვიცი, ძალიან ბევრი ჩამოვიდა და დავითვალოთ პედაგოგის შეჩერება. და აი რომ სულ ხართან დიდი მეგობრობა მაკავშირია. სიმსადე და უცებ გარდაიცვალა. აი სანამ დაგძალავდა იმდენად იყო ჩემში ეს აღელვება და განსახლებება, რომ აი ეს პიესა დავწერდება მსგვენი ნოსტალგია. სულ ხართან აი სანამ დაგძალავდა ეს ორ დღეში ეგრევე და ამას უკრავენ მოსკოვში. საკმაოდ კარგად შეასრულა. ცოტა უნდა გამოვსწორდე. Correct, გამოსასწორებელი. არა, ცოტა ძალიან განიცდიდა. კომპოზიტორის წინ უნდა დავუკრავო. ხო, ეხლა ბუა ვიჯექი აქ კაცო, ბუა. მე არ ამფერა, ხოჭოგრო. ძალიან გული მტკივა ხოლმე ერთ რამეზე რომ როდესაც ბატონი ვაჟა მიწოულია სტუმრად და მისგან რო ელოდებიან სიმღერას და თითქოს ჩამოყალიბდა საესტრადო სიმღერების მათ რა ქვია კომპოზიტორად რაღაცა ძალიან გული მტკივა ხოლმე ეს არის დინამოს ავტორი ეს არის ამ სასიყვარულო კი ბატონო კარგი სიმღერებია მაგრამ მიიღო კიდე სპასი მაგრამ შენ რო არის მისი მე წიგნი მაჩუქეს წიგნი აი ვარიგოთ ხელს ჩამოგვარდება ისე ძინია ამას არ გულისხმობს ესეთი და ეს არის ბატონო ვაჟა ამას ინათაც გითხარით ტელეფონზე არ როდის გეძინათ ან როდის ქმნიდით და იმის მერე კიდე 6 წელი გავიდა და როდის შექმნა სიმებიანი არ არსებობს საკრავი ეს იქნება ალტი ეს იქნება ჩელო ეს იქნება ვიოლინო ეს იქნება დაუშვათ ფორტეპიანოს თანხლებით ბარიტონის პარტიას კი აქვს დაწერილი ორკესტრთან ერთად ხომ მართალია ბატონო ვაჟა იმდენი 500-ზე მეტი ეს არის უკიდეგანო გავადრო ბატონო ვაჟა და მე შეულებრივი კი არა დიდი გრანდები თქვენ გაღიარებენ მე-20 საუკუნის და მე-21 საუკუნის დიდ კომპოზიტორად მე ამას ვამბობ მე არა არა რაცავა ეს შავ კონდა ჩვენ ბედნიერება ამ სკოლაში ვიყავით და კავენდანა იყო ჩვენთან ერთად ვიზეიმეთ ყველაფერს სამწუხაროდ ახლა სოვნის სამბავშვს და ჩვენ გვიხარია რომ ეს მისი ტრადიციები და მაღალ დონეზე გრძელდება აგერ ყოველწლიური საუკეთესო მოსწავლეების გამორჩევა და გარდა ამისა ვიცი ძალიან კარგი მაღალი ხარისხი კი არა პროფესიონალური პედაგოგები არიან აგერ ბატონი გამგებელია და აღშენილი არ აღნიშნო რომ მან გულთან მიიტანეს ამბები იგივე გარემონტება სახურავის სახთა როიალის ყიდვა სადაც ეგეთ ხალხი დანიშნერთია ასე რომ მაესტროს მე ნელო იმღერა შოთა უსინდის უნდა მაგრამ მე ხომ მომღერალი არა კომპოზიტორი თავის აღარსებს მღერს ისე როგორც უნდა მას ამ კაიტონის აღარდა ეს ინტერესი საქართველოს აბა ხო ბიძინა პერმაზე დამაქომე ამინდის ბიუროს კომპოზიტორი რა ისევ შენიო ზეჩენ მეგობარია ერთად კაკულიას დავწერე სპეციალურად ერთსვებაცია შემდეგ ნამიმღების ჩემ კურსელია ნამიმის რო თქვა აზერბაიჯანი დიაო ჩემ კურსელი მაგრამ ჩემთან შედარებით ბევრად უფროსიო გადავშალე ვადღითვა უფროს გამოვედი ჩაუში ერთ ტეველი მოსწეჭერ მოის მაგრამ სამი მომღერალია ეხლა მე ხო ბიზნესმენის ხალხია მე უცხარე ბიზნესი ერთ სერტმა დავჭა დედას უწევენ ისეთოს აბა ვიცი მოხდა მაშინ ხო იყო სწორად და დავაი We also close one. Bitiko
სიყვარულის აბდა უბლაი ესრელა სულელის უბდა სასიტევა ახალელა აბა კოკოტაი პატარა აცმიდა პატარა ცამიდა პატარაზე ნეჟუარ ესავა დავივარ თუდესა ფალიკნება სებო აპტეხნატე ზეგაც უნდა ვიყოთ და რამგერო შეიძლება კიდე თუ ტანგო ტანგო სტანგოა Oh,
წინას იმაზე ვარ ვინმე სიმღერა შეიძლება უსიამოვნება მიიღო დაახშობდა თეთრმანს აღგებო ლექსი მანანა დანგაძის ჩემო ქართულო მიწა ჩემთან ერთად ოპერის ანსამბლს თბილისის ჩემო ქართულო მიწა იღიდა ვანი უთხარო შენს დილიას პიცა Akira,
ის ჩემი მოსწავლე გახდა და შეგაწყდა ძალიან ბევრი მოსწავლე ჩემი წინასწარმეტყველება ასე იყო და პატარა გოგონა რომელმაც შემოაბიჯა ჩემ კლასში ჩემ დირექტორთან და ქალბატონთან ერთად მაშინ 17 წლის ვიყავი მაშინ მიმოხსენა პედაგოგიკის უფლებას მაგრამ პირველი კურსის სტუდენტი არ ყავდა კავეს და ვიყავი მასწავლებელი შემოვიდა დირექტორი და მითხრა გაიცანით ქალბატონი რომელიც ახლა თავის გოგონას წარადგენს და შემოვიდა ეს ქალბატონი და ცოტა არ იყოს ცოტა სხვანაირად შემოხედა უკვე დავიბედი და გავიდა და მესმის გოგონა უნდა შემოყოს ამღა კინებიან მაღლაბმა რა უნდა ასწავლეთ მართლა ვიყავ და შემოიყვანა ქალბატონმა გოგონა თეთრი წისაფრი გახამებული წისაფრი თეთრი ბავშვი თვითონ ანგელოზი იყო მეგონა უკან შევხედავდი და ამას ვთქვი და გაფრინდება ეს უზადო ხელოვნება მაგრამ ეხლა ვფიქრობ როგორი გონება გონიერებათაც ხო უწყენავდა და წარმოიდგინეთ რომ მე მასწავლებელი მქონდა იმისი დიაგნოზი ისე შემოვიდოდა იმაზე მეტად პირაფერს გავუპირებო თან მორწყვი იყო თან რაღაც სხვა რაღაცა უნდა რა დავარქვა ის იმ რაღაცას გავიდა დრო და შემოვიდა დედამისი უკვე გამთბარი სახით თუმცა ეს ხლაპი აღარ ყოფილა ხლაპი იმიტომ რომ მისი შვილი თუ კი ვინმე კომისია ჩამოვიდოდა ჩვენმა ტარბეტინა მანანა დარგაზე თუ კი რამე დღესასწაული იყო მანანა დარგაზე ასე რომ მოდიოდით ერთად ეს ხარ ნუ იყო მუსიკოსი ჩამოყალიბებული მუსიკალური ბრძნობიარი ერთხელაც გადავშალე ჩვენი ადგილობრივი გაზეთი და ხედავ ლექსია ავტორი მანანა დარგაზე გამიკვირდა ეს ბავშვი ჩემთან დადის არაფერი არ იცი მოვიდა გაკვეთილზე ვკითხე მანანა შენ თურმე ლექსებს წერე და იმოცხა და მე ვთქვი მე რაღაცა დავიკიდე ესეთი მარცვალი იქო შენ აუცილებლად პოეტი იქნები მეთქი როცა დაესწრე მაგრამ მე მყონა ისეთ მაშინა თითქოს ნარჩუნი არა გავიდა დრო მუსიკალური სასწავლებელი უმაღლესი მუსიკალური ინსტიტუტი დაამთავრა და გოგონამ განაგრძო პედაგოგიური მოღვაწეობა და საერთოდ მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობა მაგრამ ჩურენანი კაჩეჩილაძე ყოველშია ისევ პოეზია აღზევდა ჩვენი მანანა და ისეთი ავტორია უკვე ისეთი ლექსების რომ მე კრიტიკული თვალით რაც არ იმდოდეს მისი კრიტიკული ქარცექსში გავატარო აი ბოროტი ვარ უკვე ვერ ვატარებ მანანა არაჩვეულებრივი ლექსები ეხლა მე მინდა გამჩნდოთ და ფეხსები იმიტომ უნდა წარმოვდგერო მართალია მამაკაცი უნდა ვთქვა მაგრამ მე პირველი შეხვედრა იყო მასთან და არ შეიძლება რომ მე მისი ნიშს არ ავხსნა გაგეხარდებათ ალბათ რომ ეს ბედნიერება ყველა პოეტის თანხმედრი არ არის მანანა დანგაძის ლექსები და პროზაული ნაწარმოები გადაითარგმნა რუსულ ენაზე მისი თარგმნილი აქ გახლავთ ახლა თქვენს წინაშე ესეც ისტორიული ფაქტია ამ აგარის სკოლას რადგანაც მე რუსულ სკოლას დამთავრებას რუსული ენაზე გაიყოს ფილოლოგი ასეთი რუსული აი დიდი გამომცემლობა რო იყო მოსკოვში ლენინგრადში აი ისეთი რუსული მე არ მინახია ერთია რომ ენა იცოდე და მეორეა რა სტილი როგორ წერს ბატონო ბაუნოჯა ბატონო უკვე ასე მოგნათა აი მე კეთს ვიხდე თქვენს წინაშე ეს არ არის შოულებრივი როგორ მიხარია რომ ასეთი ადამიანები არსებობენ და ასეთი რუსული მეტყველებენ იმიტომ რომ თუ ბავშვმა არ წაიკითხა დოსტოევსკი არ მოუსმინა შეკოთი დაკარგულია ჩვენ პოლიტიკოსებს კი არ ვეკამათებით აქ არის კულტურის კიდილი, კულტურის შედარება, კულტურის აღიარება, მადლობთ ამ ყველაფერს. აი ახლა მთლიან გაზეთებს როგორ წავიდეც დაგაინტერესებს. ეს არის არგუმენტი, ფაქტი და იქ ერთ ამონ არის საერთაშორისო გამომცემლობის გაზეთმა არგუმენტი, ფაქტი თებერვლის თვეში დაბეჭდა
რუბრიკაში მუსიკა პოეზია სტატია რომელიც მიუძღვა მანანა დანგაძეს ავტორი გახდა ვლადიმერ ფსარიშვილი сборник мананы дангадзе отражение печали будто бы соткан из музыки и стихотворчества а из соткан из музыки и стихотворчества ламази мигнеба да час периода уже опубликовано в Германии. Мой сын хахро Германия широко ананас лексები და პროზაული ნაწარმოები გამოქვეყნებული. В Германии в русскоязычных изданиях международной гильдии писателей и размещена также в интернет-пространстве. Да было берсармила параке Гилцал манана Гилцал და როგორი ნაწარმოებიც არ შეგექმნა და გათარგმნა ყოფილიყო თუ თარგმნელი არ იქნებოდა თავის სიმაღლეზე როგორც ბატონსა იქ არაფერი აღარ იქნებოდა იქ დამთავრდებოდა ყველაფერი და საოცარი სათაური აქვს ამ სტატიას ხალხო созвучие солнца меда и луны მადლობთ ამ სტატიას ვინაიდან თქვენ ოჯახზე წავიდა ლაპარაკი მეორე გაზეთია ვიშოიკენ სიჩები თბილისი აქ აქვეყნებს სტატიას садовый концертмейстер профессия многогранная. Наша сегодняшняя собеседница дочь классика грузинского композиторского искусства композиции Важера Зарашвили, музыканта и поэтессы Мананы Дангадзе. Наталья Зарашвили строила жизнь вполне гармонично. Не случайно именно гармония является вдохновительницей музыкального исполнительства и сочинительства. Ну, на этой работе это поздно. Магло. А Зарашвили что делает? ჩემო ოჯახმა მაგრამ ეს ხალხი ნალის ბრალია წყალებში მე ზედავაინე რა პოლიცია ხარა შეიძლება კიდე კამერაში მოხდე არა გამგებელი მიხსნი არაცაზე მინდა მათმა მომასწროთ დღევანდელი საღამოსთვის დღევანდელი დღისთვის აქ მომბრძანებისთვის ამ იდეისთვის რა იდეის გარშემო სტრიალებთ ახლა ჩვენ სევდიანი საღამოა თვითონ იდეა სევდიანი ძალიან იმიტომ რომ ეს არის გახსენება იმ ქალბატონისა რომელსაც ძალიან დიდი მუხტი ჰქონდა თვითონი თქვენ და მე დამეწმებით აი ქალბატონმა ნანიმ როცა შეადგინა მასზე წიგნი და გამოუშვა არაჩვეულებრივი წიგნი არის ძალიან კარგი წერილებით, კარგად გაფორმებული და ილუსტრირებული. იქ წერდი ნანას შესახებ, რომ ეს არის ქალი, რომელიც ყველა როლში თუ შეიძლება ერთი წუთით ყურადღება. ეს გახლავთ ქალბატონი, რომელიც ყველა როლში იყო უნაკლო, საუკეთესო და ბოლოს რაღაცა ინტრიგანულის დავსვი კითხვა სიდედრის როლში როგორია ნეტა მეთქი და გიას ყურადღება რომ დავინახე მე ბოლო თვეებში როცა მას უჭირდა რეებს აკეთებდა გიაც და ნუ მაიკლზე არ არის ლაპარაკი ნუ შვილია და გასაგებია აი მაშინ საბოლოოდ დავწუდი რომ არც სიდედრის როლში შეშლია არაფერი დამეთანხმები გია ხო ასეა ნანას სული მართლა აკტრიალებს ამ დარბაზში ამ პატარა მყუდრო დარბაზში ალბათ უხარია ალბათ გვემადლიერება ალბათ გულოცავს ის ისეთი კეთილი იყო სხვანაირად ვერც იქნება ნათელში იყავი ნანა ჩვენ რა შეგვიძლია არასოდეს არ დაგივიწყებთ შენ არასოდეს დაგივიწყებ შენი სკოლა არასოდეს დაგივიწყებენ შენი მოსწავლეები შენი ხელმძღვანელობა არ შემიძლია არ თქვა სამადლობელი სიტყვა მადლოზაზა შარშან ეს დრო იყო დაახლოებით როცა საღამო გაიმართა ხო და მე ვიყავ ის თავხედი
ჭვალებში ვინც როიალი მოვისაკლისე ამ სკოლისთვის იმიტომ რომ ისეთი ტენდენცია და ისეთი კურსი ქონდა აღებული ამ სკოლას აი არაფრიდან ძალიან ჩქარა ამოიქაჩა და გახდა წარმატებული სკოლა, საჩვენებელი სკოლა რეგიონში და აი ამ საჩვენებელ სკოლას ის ინსტრუმენტი არ შეეფერებოდა რაც ქონდა და ამიტომ აი ამან მოიტანა ეს ჩემი სურვილი რომ იქნებ როიალი რამე და თუმცა როიალი მე არ დამიკონკრეტებია მე თქვი ახალი ინსტრუმენტი მე თავდავალი ადამიანი ვარ და პიანინოზეც თანახმა ვიყავი დიახ და გავიგე ცოტა ხნის შემდეგ ნანამ როგორი სიხარულით მითხრა როგორი მადლიერებით რომ მართლა შეიძინეს როიალი მართლა შესრულდა ის რაც თქვიოდა ჯერ მაშინ იყო შეწუხებული რომ არი ფიქრობ მე დაგავალი ამის თქმაო ღმერთი ჯული ხარზე შემეძლია დავაფიცო რომ ეს ჩემით იყო ნათქვამი ნანას არაფერი არ თქვა დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა უმრავლეს ყველა რაიონს თუ ეხლა რაიონი არ ქვია მუნიციპალიტეტი ყველა მუნიციპალიტეტს თქვენაირი ხელმძღვანელი ვისაც კულტურა და ხელოვნება აინტერესებს და ვინც ამას პრაქტიკულად საქმით ამტკიცებს არა მარტო სიტყვით ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მინდა დავლოცო ეს საოცარი ოჯახი მაიკოს და გიას ოჯახი საოცარია როგორ შეიკრიბა ამდენი დადებითი ამდენი პოზიტივის მატარებელი ადამიანი ერთ ოჯახში სამი თაობა არის ამ ოჯახში სამი თაობა უფროსი თაობა ნანა აღარ აკვას გვერდით მაგრამ იმაზე ვილაპარაკეთ უკვე გიას მშობლები არაჩვეულებრივები ნუ როგორი შვილი გაზარდეს ხედავთ მაიკო და გია უბრალოები სიკეთისთვის დაბადებული ადამიანები მაიკო შენ იმდენი გააკეთე იმდენი რომ მთელი შენი ცხოვრება წამოვა მადლიერება ღმერთი აუცილებლად გადაგიხდის აუცილებლად გაივლის ეს ტკივილი დავიჯერე და შვილები ეს საოცარი როგორი ლამაზები არიან როგორი ლამაზებიც არიან ასეთი ლამაზი სულია შიგნით ბავშვებს მე არ დამამწყებ მათი ცრემლები ნანას დაგწებოს კარგი დავიდა და გამზილოთ დარბაზში იყო ცრემლი დასაწყისში გადავხედე დარბაზს და ეს ისეთი განწმენდის ცრემლები იყო იცით ყველა ცოდვას რო ჩამოგაშორებს ადამიანს აი ესეთი ცრემლები მოგვარა ნანა კარგი საყვარესია წაგიკითხავთ რამდენიმე ლექსს ნანა ჩემი ერთ-ერთი მსმენელი იყო ტელეფონი თუ გითხავდი ხოლმე თბილისიდან ნანის შუაღამისას და იმას წოდა ადრე უფრო დიახ ბაბილონის გოდოლი წერს რა უთხრა ჩემი ენა აღარ ესმის ახლობას ვის მიმართო არ მისმეს გულში ზედამოწოლიც უპატრონო ეკლესიას ეშმაკების სახლობენ ვინააგო ჩემ გარშემო ბაბილონის გოდოლი მინდა წარსულს დაუბრუნდე ვიყო მეფის მსახური ამ თვის რწმენას შეწირული დედოფალი ქეთევა მინდა საფლით მოვილოცო სიონი და ხახული მადლი გავცე უშურველად გულში რომ არ ეტევა მინდა სისხლიანმა ბარდმა დამიკაწროს სხეული მინდა მიგრძნო ჯვარის სიდვა როგორ შეძლო იესო ახლა ტკილა ჩემი ცოდვით როგორ ვავნე ეული ის სამსჭვალი ვინ გაჩედა ჯვარს რომ წერით მიესო მინდა მამულს დაუბრუნდეს ძველი შნოდა დიდება დღეს კი მიწა ტირის მასთან ერთად გოდებს ქვა თუ შევძელი ამაღლება და თუ ღმერთმა წინება დამაბრუნეთ იმ ქვეყანას საქართველო რომ ერქვა ჩემი ქრისტე დამიტოვეთ თქვენ ვინც გინდათ ის წმინდანი გაიტოვეთ თქვენი იყოს სინაგოგაც მეჩეთიც მე კი ჩემი წმინდა ქრისტე დამიტოვეთ მან დაასვა ჩემს ცხოვრებას ბეჭედი თქვენ რაც გინდათ ის იმღერეთ შეიმოსეთ თქვენი იყოს ქიტონიც და ქორალიც
მე ჩემს ვენახს მიუმღერებს საგალობელს მე ქრისტემ წამიკითხოს მორალი სადაც გინდა თქვენებურად დაილოცეთ იეჰოვა ბუდა თუ ალაჰი ჩემთვის წმინდა მიწაა ნუ გაიოცებთ ჩემი ქრისტეს ფეხდადგმული ბალახი თქვენი გაქვთ ხაროქი და ბაირამი მე სულველი ქრისტეს შობას აღდგომას ზეცით გლოცავს ღვთისმშობელი მარიამი ელოდება შვილის ფეხზე დადგომას თქვენ ვინც გინდათ ის წმინდანი გაიტოლებთ თქვენი იყოს სინაგოგაც მეჩეთიც მე კი ჩემი წმინდა ქრისტე დამიტოვეთ მან დაასვა ჩემ ცხოვრებას პეჩეთი შენზე სახში საგაზაფხულო დავაი არა შენზე ამ ღამესაც შენზე ფიქრში გავათენებ და მე დილა მითენდება მერცხლებად გაბზარულ გულს კიდევ ერთხელ გავამთელებ და სხვისათვის არასოდეს მეცლება შენ გეკუთვნი ეს უფალმა გადაწყვიტა შენკენ მოდის ყველა ჩემი ოცნება მზე გვიღიმის სიყვარულით მაღლად სიდამ გრძნობა მაღამ ვიღაც დაიკოცნება გულ უფრთხილოდ ეჭვიანობ დამაცინებ სად შენ სად მე და ჩვენ შორის ღალატი ჩემს სუბეში სიყვარულით დაგაძინებ რომ არ მოგწდეს ავე ჯალათის სურს გარგუნო რაც უფალმა ყველაფერი მომარგუნა სიკეთეთ და სამოკრა უფრო დიდი სხვა ვერ ვნახე ვერაფერი ამიტომაც ჩემ თავს გიძღვნით საჩუქრა ცირაბძიშვილი, რომელიც 400 სიმღერის ავტორია და უკრაინაში, კალდონიაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე მან მოიპოვა გრან-პრი. და არის ასეთი უცვლელი წელი რესპუბლიკურ ფესტივალზე მუსიკალური ნოტი. ცირა, რა თქმა უნდა, მის და შემდეგ ექნება მასზე ბევრი საქმე. მოგზაურობთ ჩემთვის საკმაოდ მძიმეა, იმიტომ რომ ამ ადამიანს მხოლოდ პროფესიულად, მხოლოდ ამ კედლებში ვერასდროს ვერ ჩავტევ, ვერასდროს ვერ გადმოვცემ ჩემს ემოციას და ყოველთვის გქონდა იდეაში და გეგმაში რომ განგვეხორციელებინა ამ სამუსიკო სკოლაში რაღაცა ისეთი ერთობლივი და მის სიცოცხლეში ეს ვერ მოხერხდა. მე ამ კედლებში ალბათ ბოლოს ვიყავი 7 წლის, როდესაც მთელი დედაჩემის ძველი კოლექტივი ყველა კარგად მახსოვს, იქ იყო ნათლია ჩემიც და მე ვფიქრობ რომ იმდენად კარგად არ მახსოვს, მაგრამ დღევანდელი ეს შენობაც აქ მოტრიალი ადამიანის სულებიც და აქ დასაქმებული პედაგოგებიც სხვანაირად არიან ანთებული, სხვანაირად არიან გაერთიანებულები და ეს ყველაფერი მე ვფიქრობ რომ ნათლიას დამსახურება უდიდესი ღვაწლი მეუძღვის. ეს არის ადამიანი, სწორედ აი აქ ვიდეოები რო გადიოდა, ერთ-ერთი ვიდეო კოლაჟი მე და ჩემმა მეუღლემ გავაკეთეთ და რო დავიწყეთ გაკეთება, დავაწერეთ ესეთი სიტყვები. აი ასეთი ადამიანები გვასწავლიან წარმატებისკენ და ბედნიერებისკენ, ღირსეული გზით სიამოვნს და ეს გამოიხატება იმაში, რომ ამ ადამიანმა სადაც მივიდა ყველაფერი სიტყვოთი სიყვარულით გაავსო და ასევე იმდენად დიდი საქმე დატოვა, რომ მისი სიცოცხლე ალბათ ამ ეტაპისთვის რაღაცა ისეთნაირად დიდი ძალა ჰქონდა და იმდენი რამ შეძლო, სხვა არ შეუძლია. სამი სიცოცხლეც კი რო ჰქონდეს. ამიტომ მე მეამაყება ნამდვილად ბავშვობიდან ჩვენ ნათელმირონობა გვაკავშირებდა მე წიგნში სხვადასხვა ძალიან ისე გავიხსენე, რომ ყოველთვის იყო ადამიანი, რომელსაც ვბაძავდი, რომლის თვისებების, რომლის მანერების გადაღება მინდოდა
და რომელიც მუდმივად მხოლოდ ჩემი ნათლია რომ მინდოდა რომ ყოფილიყო და ჩემდაც ვერ პატიობდი რომ ეცილდებოდა და მე ჩემს ცხოვრებაში იმდენად დიდი როლი ითამაშა ამ ადამიანმა რომ მე და მაია კიდევ უფრო გავამყარეთ ეს და მაია დღეს ჩემი შვილის ნათლია და ჩვენი ოჯახები ალბათ ძალიან დიდხანს გააგრძელებენ იმ სიყვარულს მე არ დავარქმევდი ამას ნათესაობას იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მშობლიური გრძნობა მე დღეს ერთი რომ მინდა რომ ვთქვათ შევაფასო ის რაც ამ ადამიანმა გააკეთა დატოვა მაგრამ მეორე მხრიდან მინდა ყველას მადლობა მოგიხადოთ მისი სიყვარულისთვის მისი მხარში დგომისთვის მისთვის გაკეთებული ყოველი ნაბიჯისთვის მის ოჯახს პირველ რიგში და მე რატომღაც აი ჩემი მოკრძალებული პოზიციიდან ვალდებულად ვთვლი თავს რომ მეც ჩემი მხრიდან მოგიხადოთ მადლობა დიდი მადლობა მის ოჯახს შეუძლებელი შეძლებისთვის და იმ სიყვარულის შუქებისთვის რომელიც მას მთელი ცხოვრება ისედაც აბედნიერებდა და ახლა მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი მისთვის არის სტიმული რომ მისი ოჯახის გვერდით ანგელოზად იყოს და დაუბრუნოს სიკეთეთ და სიხარულად დიდი მადლობა კოლექტივს ძველებს რომლებიც ძალიან კარგად მახსოვხართ და ახლებს სოფოთალმა ჩვენ გქონდა შეხვედრა თბილისში სადაც თქვენს მიღმა მითხრა მან რომ ძალიან მინდა რომ ახალი თაობა წავახალისო ძალიან მინდა რომ ახალ თაობას გადავწე ჩემი გამოცდილება და რაღაცნაირად აი როგორ ვთქვა ისე პასუხისმგებლობით მოეკიდეთ თქვენ ძალიან მიხარია და მინდა რომ ასე ბოლომდე მიიყვანოთ იმიტომ რომ ეს მხოლოდ სურვილი არ არის ალბათ ეს ერთგვარი ვალდებულებაა იმ ადამიანის წინაშე რომელზეც მე ვფიქრობ რომ ვერ ვთქვი ის რაც მინდოდა ვერც ვიტყვი ვერასდროს რაც მინდოდა იმიტომ რომ ის რასაც ხსნობ ალბათ შიგნით ეს არის გამოზომელი ეს არის სიყვარული ეს არის ის რაც გვაკეთებინებს კეთილ საქმეებს ეს არის ის რაც გვაქმნებინებს თუ ვინმეს რამის შექმნა შეგვიძლია აი ესეთი ადამიანები მე ვფიქრობ რომ გამორჩეულები არიან და მუდმივად ჩვენს გარშემო ბედნიერები უნდა ვიყოთ და მადლობლები თუ კი ჩვენს გარშემო აღმოჩნდებიან დიდი მადლობა მეტი ვერაფერი ვერ შემიძლია ძალიან და ამასთანავე რა შემომეთავაზებინა თქვენთვის და აპატიეთ მომიტევეთ მე ძალიან დიდი ხანია ესეც საფორტეპიანო ტექნიკური ნაწარმოებით არ ვარ დაკავებული შესრულებით გულისხმობ მაგრამ მან ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი როდესაც რუისის სამუსიკო სკოლაში მე ეხლა მოგესალმეთ მოგესიყვარულეთ გამიკეთა სოლო კონცერტი და იმდენად რაღაცა დიდი ის მომანიჭა რომ ნახევარი გაყოფილება იყო კლასიკური და მეორე ნახევარი საესტრადო ჩემი სიმღერების და იმხელა პასუხისმგებლობა ის სხვანაირი ადამიანი იყო რომელიც თითქოს მაშინ ჯერ კიდევ რო არ იმსახურებ ადამიანი მაშინ მე გაძლევდა იმ მანდატს რომელიც ღირსეულად პასუხისმგებლობით უნდა გეტარებინა ასე რომ მე ვიფიქრე რომ დღესაც შევასრულებ კომპოზიციას რომელიც როგორც სიმღერა ისე უფრო ცნობილია სიმართლე გითხრათ ისრულდება ტელეეთერებით მაგრამ მე როგორც საფორტეპიანო პიესას ამ კომპოზიციას ასე შევისრულებ დიდი მადლობა მე კიდე დავამატებდი რომ მისი ლექსები შექმნილი სიმღერები მისი ავტორობით არის ლექსის ავტორი შენახა ბილეცელი და ორანგირებასაც ესაკეთებს ისინი მიჭირებენ ხა საავტორო მონაცემები
ადამიანს რომელსაც ის რაღაც განსაკუთრებული სიტყვით უყვარდა ხოლმე უნაკოვოს ეცახდა ეს გახართ ინდიანა ცელიწაციშვილი შაშან ნანას წიგნის პრეზენტაციის წინადღები იყო და ნანაზე ვფიქრობდი ხო და ვფიქრობდი წარსულზე მომავალზე როგორ ჩაივიდა ეს ყველაფერი და ამ ფიქრებში აზრები მობეძალა და ნაზარებს ლექსი დავწერე. მეორე დღეს ვეუბნები, ნანო, ლექსი დაგიწერე მეთქი. თვალები გაუწყინდა და სიცილი დაიწყო. მე ვუთხარი, ცოტა ადრე რომ დამეწერა ეს ლექსი, ხომ მოხდებოდა შენ წიგნში შემეცე, მაგრამ ნანას წიგნში ლექსი ვერ მოხდა. ახლა წაგიკითხავთ ამ ლექსს. ყვითელი ფოთლები ეძღვნება ნანას. გაფრინდნენ, წლები გაფრინდნენ, როგორც ყვითელი ფოთლები. წავიდა ჩვენი ბავშვობა, როგორც ლამაზი სიღმარი. გული სილაღით აივსო და სიყვარულზე ოცნებით. გაფრინდა მაწვეთავი, როგორც ყვითელი ფოთლები. თურმე ზამთარით დამდგარა ცივი და ყინულიანი გადაათეთრა გარემო თეთრი ქათრათა ფიფქები. გაფრინდა ჩვენი ცხოვრება, როგორც პატარა ზღაპარი. გაფრინდა, როგორც ყვითელი ფოთლები. მაბადეეთ, ჩემი თავშეურის გავიხსენებ. ვისთანაც ნანა მართლა სიღრმის წეული ვალიდატოა სიღრმის წეული თვითონ იმ ხალხის და თვითონ ნანასთვის ისინი იყვნენ არა მარტო კოლეგები, არა მარტო თანამშრომლები, არამედ იყვნენ ნათესავები არც სისხლის მიერი, არც რამე სიძე და უხუძეებით დაკავშირებული სულის ნათესავებად იყვნენ ესენი არიან ლუისელები. მე მახსოვს, როდესაც ნანა ლუისიდან წამოვიდა, მას გაებოდნენ, აღარ ელაპარაკებოდნენ, რა თქმა უნდა, სიყვარული იყო. მე მახსოვს, როდესაც მასთან ერთად თუ ტაქსით მივიდოდი არა, აი ფეხიდან ვაუყვებოდი თუ ისის გას, როგორ გამოაღებდნენ ხოლმე და არაბებს, იქ სად ვიღაცა ნანა ჩვენთან მოძალი, ნანა ჩვენთან სტუმარი მოიყვანე. ნანა, ერთხელ ერთ ბანკაზე ასეთი გია, ხუარა სახუმაროდაც კი თქვა, ერთხელ თამადა. რუის რადასავალია კაცოდა. პატარა ამერიკის ტეხასს ეძახდნენ. თამადამ თქვა, ადრე ჩვენ ვიძენდით იარაღებს, ახლა ვიძენთ როიალებს. ეს იყო რა თქმა უნდა ხუმრობა იყო, მაგრამ იქ მართლა ვაჭკაცური სულის ადამიანებს, იმიტომ რომ დიდი ურბნისი მელექსის უცხარი და სიტყვა კიდევ დარეკავს უცხარი და სიტყვას იყვის დიდი რუისი. დიახ, დიდი რუისელებო, თქვენ გულს გაუმართოს, თქვენ შევარდნოთ, გაუმართოს, დიდ სიყვარულს, იმ ერთგულებას, როგორც გაატანეთ ნანას,
და არ დააკერეთ არაფერი. სათითაოდ ყველას გეფერებით კოსმით და თან. კრისტინა. ესე გრძელდება ნანას გარეშე სიცოცხლე, ფიზიკური სიცოცხლე, თორე სულიერება იგრძელობს და თქვენთან არის. ეხლა ძრევლება ფიგურებით ხედავ და შემოკარგო ერიკო გენაცვალე ამხელა არ ვიცი შეკრა ზღვა სიყვარულში ასე თქვა ზღვა სიყვარული დაახტვეთ კაკიკაგის ეს იყო მას თქვენგან ამუშული მეცხრე ტალღა სიყვარულისა მისკენ წამუშული და მინდა აუცილებლად მოვიხმო ერიკო თქვენი ვაჟიშვილი ერიკო გურიკა ლაშქარაშვილი რომელიც მურაბაშვილი რომელიც პირველად როდესაც მან შეასრულა შრომის ზარები თბილისში და კონკურსზე გავიდა ნუ როგორი ბედნიერი იყო მამა იმიტომ რომ მისი აღზრდილი იყო მისი გერებით გაჩღენცილი იყო მისი არ ვიცი ყველაფერი უკიდამეტადებითი ჰქონდა ცდილობდა რომ გურიკასაც მიეცა მე გავიდა წლები გურიკა იმარჯვებდა ნანა ლაყობდა და ამაყობდა და მახსოვს იყო ასეთი კონკურსი თბილისში სივრცე 95 და მე სამაყოთ მინდა ბატონო ვაჟო თქვა რომ ახლანდელ კონკურსებთან გასხოვებით იქ ის იყო ამაღლებული მე თქვენც იყავით კონკურსზე ეხლა რომ იხადერავენ ბავშვები და ეს პედაგოგები რომ სიამახით რომ ვიყურებენ რომ ჩვენ ტაში უნდა დაუკრათ ჩვენ ტაში უნდა დაუკრათ ეს უაზრო კაკაფონიას აკომპანიმენტის კაკაფონიას უაზრო სიმღერებს და მაშინ სხვა რაღაცაზე უნდა მაშინ ქართული სული ზეობდა ჩემო გურიკა გენაცვალე და მე მახსოვს ამ კონკურსზე ბატონო ვაჟა ჟიურის წევრებს მეც ვესწრებოდი იქ და არა აქვთ უფლება რომ იმ წუთში გამოხატონ თავისი განწყობილება ან ცუდი ან კარგი ან დადებითი იმიტომ რომ არ გზება ეს წინასწარი დებულება ხომ არ წებოს მაგრამ იქ ვარდების ლარნაკი იდგა ვარდები ერთადმა ჟიურის წევრმა ვერ მოიწმინა აიღო ეს ვარდები ამოიღო ეს ვარდები ასე წამოდგა და გურიკა სცენაზე ესროლა ესე გადაუყარა ეს ვარდები იმდენად კარგი იყო ნანა რა თქმა უნდა აღფრთოვანებული იყო და ნანა ამაყობდა ის მისი გურიკა იყო ის იმ დროს სცენაზე იჯდა რა ის ბიჭი რომელიც კონკურსში იღებდა მისი გაზრდილი გურიკა იყო თქო გურიკა მოგესალმებით ჯერ-ჯერთ ძალიან დიდი მადლობას მოგასწრებთ ქალბატონ ნანა ჩვენ რუისელებზე ასეთი დიდი სითბოს გამოხატვისა ქალბატონი ნანი აღმაშიძის მიმართ რა ვიცი ჩვენთვის ძალიან სულ ძალიან დიდი დანაკლისია კივილია ქალბატონი ნანას გარდაცვალება და მე ამაყი ვარ და ვიტყვი იმას რომ ჩემი ოჯახის წევრი იყო ის ქალბატონი ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მისი დანამტვარი ღმერთმა დააცოს და გაახაროს ნანის სულს მივუძღვნი Adres finanțoare de canozi კახაბერ ყველას მოგესალმებით ისევ და ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველას ვინც მოგზავნით ვინც აი ამ პოზიციების თავი და თავია ვინც მოინდომა რომ დღევანდელი დღე ასე გაელამაზებინა თვითონული ჩვენთაგანისთვის და სამახსოვროდ კიდე ქალბატონი ნანის ისტორიაში ერთი ლამაზი ფურცელი ჩადებულიყო და ჩამტებულიყო. თვითონ ქალბატონ ნანის ყველა იცნობთ უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ მასთან და მე 15 წელია ვიცნობ, რაც მოძღვარი ვარ, აღმსარებელი იყო ჩემი, მაგრამ თქვენ უფრო დიდი ხანია რო იცნობთ. ბევრი. მაგრამ ერთი რაც შეიძლება რომ განსაკუთრებულად ითქვას ამ ადამიანს, დღეს მისი დღე არის და ყველა ვიხსენებთ მის ბუნებრივ სახეს. საოცრად თავმდაბალი ადამიანი იყო. მე ვერ ვიტყვი რომ ძალიან გამოცდილი სასულიერო პირი ვარ და ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს და ასე თუ ისე, მაგრამ
15 წლის განმავლობაში მე არ შემხვედრია ასეთი ადამიანი. რა ქონდა განსაკუთრებული ჩემთვის, აი რაც აღსანიშნავი არის, როგორც მოძღვარი. რომ ადამიანი იყო აბსოლუტურად გამჭირვალი. აი ხო შეიძლება ადამიანი იცინის და თქვათ სხვა დროს სხვანაირი არის რა. ასე სურათზე ნახავ თქვა და ცხოვრებაში მე ხა სასულიერო პირი ვარ. მიღებს კამერად, მაგრამ ხმამაღლა ვიტყვი რომ 7 ვარ გარეგნულად, მაგრამ ჩემს სახში 9 შვილი მყავს კაცო, იმათ რომ დაუღვირებ ხოლმე. რომ დაუღვირებ ხოლმე ბავშვებს კი არა მეზობლებსაც იშიტია. მაგრამ ერთ ზარი მოვიყვანეთ ეხლა და ერთ ბავშვს რომ დაუღვირებ, მითხრა რომ მამა ჩემი არ ყვირის ხოლმე სახშვილს და მეოთხარი მე შვილი ჯარი მყავს სახში ამათ ჯარის სისტემაში. და ქალბატონი რატო ვამბობ ამას, რომ ქალბატონი ნანი იყო ისეთი ადამიანი, რომ აი როგორცაც ხედავდი ესეთი მე არ მახსოვს ჯერ რომ მრევლში რაღაც სიტუაცია ყოფილიყო და მას ეთქვა ან ხო შეიძლება გალობა რაღაც შენიშვნა შეეტანა ჩვენ ხსოვს სწავლობთ ხო სული იზდებით სული არასდროს არ ყოფილა ასეთი რამე რომ დააფიქსირებინოს რომ აი სხვაზე მეტი ესმის ან იცის ან თავის აი წარმოიჩინოს ესეთი რამე არ მახსოვს საოცრად თანდაბალი ადამიანი იყო და მე მინდა ვთქვა რომ მიუხედავად თავისი მძიმეცის რაც მან გამოიარა მრავალი ტკივილი ხო მე მინდა ვთქვა რომ ბოლოს ეს ადამიანი ბედნიერებით გავიდა ამ ქვეყნიდან რა ბედნიერი ადამიანი იყო და განსაკუთრებულად მინდა აღნიშნო რომ ეს ბედნიერება გრძელდება ქალბატონი ნანი არის ასე რომ ვთქვათ ჩვენი დღევანდელობისთვის ეს არის გზა ხელოვნებაში მუსიკაში, ფორტეპიანოში. ეს არის გზა, რომ აი მომავალმა თაობამ მიბაძოს, გვახსოვდეს, მოვიდომოთ და საერთო ჯამში, ასე რომ ვთქვათ, გავახაროთ მისი სული და სახელობაც, იმიტომ ეწოდა ამ სკოლას, მისი სახელობის სკოლა არის ეს, რომ განსაკუთრებულად სულ უნდა გვახსოვდეს. და კიდევ ქალბატონმა მაიამაც ესეთი ლამაზი წინადადება შემოიტანა სკოლის ტრადიცია ასე რომ ვთქვათ დაამკვიდრა უკვე რომ განსაკუთრებული სტიმული იქნება მომავალ თაობას. მე კიდევ ერთხელ მინდა ყველას მადლობა გითხრათ, მოგეფეროთ ყველას ასეთი ლამაზი დღისთვის და არ დავასახელებ სახელებს, გვარებს, რომ საერთოდ ქება რთულია როცა გაქებენ ადამიანს, მაგრამ განსაკუთრებულად ვხდი აი ამ ჩვენ ასე რომ ვთქვათ ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობას და ვინატრებ რომ ნამდვილად ყველგან ესეთი ზრუნვა ყოფილიყოს და მადლიერი ყოფილიყოს ადამიანი დაგლოცთ თქვენთან და გაგახართ დიდი მადლობა ყველას That's
მოდიოდეს სიტყვით ჩვენ საზოგადოებას გავასწრებთ როგორი კარგი ხელმძღვანელობა გვყავს ბატონი გამგებელი რომელიც ასე ვთქვათ ვისრულებს მართლა ყველა სურვილს და ჩვენი კულტურის სამსახურის უფროსი ქალბატონი ლალი კვირიშვილი მინდა გთხოვოთ მოდიოდეს სიტყვით ბატონო ზაზა ლალი ყველას მე მინდა ქალბატონ ნანაზე ბიოსურაფოს ვეთქვი რომ დიდი ხნის გაცნობა ჩვენ არ ვაკავშირებთ და სამსახურიდან გამომდინარე გავიცანეთ ერთმანეთი ერთი შემიძლია თქვა ის რომ რაც ურთიერთობა მქონდა კოლექტივიდანაც ვიცი ადგილობრივი მოსახლეობიდანაც ვიცი იგივე ვიცი ისის კოლექტივიდან რომ ერთ-ერთი საყვარელი ადამიანი იყო, რომელსაც უყვარდა თავის საქმე, უყვარდა თავის თანამშრომლები, უყვარდა თავის ოჯახი და ყველა ქართული საქმე, რასაც ქართული საქმე ქვია. მე მინდა კიდევ დიდი მადლობა მოგიხადოთ სულ ყველას დღევანდელი დღისთვის. ცოტა უჩვეულო ფორმატია ჩემთვის ესეთი რაღაცეები, იმიტომ რომ ხშირად არ მიხდება ხელოვან ხალხთან ურთიერთობა, თუ არა სასურველია, აუცილებელია ყველა ქართველისთვის და დიდ მადლობას გიხდით სულ ყველას. მარად გმახსოვრები. არ დავიწყდი სიწყება ხანი. შენი ვარსკვლავი აქია პედაგოგი. ლამაზ ლეგენდა დარჩენილი.